მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და რა თქმა უნდა ასევე ტრადიციულად ლარის კურსით, რომელიც ასევე ბოლო პერიოდში ასე გამოითქმის. უკვე ტრადიციულად გამყარდა, როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ლარის კურსი განაგრძობს ამ შემთხვევაში სტაბილურად გამყარების ტენდენციას, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ სტაბილურობას გლობალური ტურბულენციის კვალდაკვალ ამასობაში ჩვენ ვნახეთ ფიჩის შეფასება, სარეიტინგო სააგენტო, რომელიც კიდევ ერთხელ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის მაჩვენებელი. ამის შესახებ ჩვენს მომდევნო გადაცემებში კიდევ უფრო ცლად ვისაუბრებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იყო გუშინდელი დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკას. აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბაქოში მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმში მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიმართა და რა თქმა უნდა ილჰამ ალიევი იყო მთავარი მასპინძელი აღნიშნული ფორუმის, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემდგომ უკვე შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ლიდერებთან და რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ფარგლებში მოხერხდა უმნიშვნელოვანესი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი პაკეტის გაფორმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც რეალურად უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას. საქართველოს მხრიდან ცხადია პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტში მყოფმა ეკონომიკის და გამდიდრების მინისტრმა მოაწერა ხელი აღნიშნულ ყოვლისმომცველ პაკეტს. ძალიან მოკლედ რომ აღვნიშნოთ რა არის ძირითადი აქცენტები. 20 წლის ვადით რეალურად მოხდა განახლება, საქართველოს მიიღებს ბუნებრივ აირს იმ საფასო სეგმენტში ბუნებრივია. ალბათ ნახავთ ამას უახლოეს პერიოდში, რომელიც უზრუნველყოფს ჯამში მდგრად ნაწილს ამ თვალსაზრისით. ასევე განახლდება ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ბაქოს სუფსის ნავთობსადენის ქართული სექციის მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს როლს როგორც შუადერეფანის წამყვანი ქვეყნის 6 წლის შემდეგ პირველად 26 მაისს თბილისსა და ბაქოს შორის აღდგება ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა. ასევე ბუნებრივი ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულად შესვლა ექსპლუატაციაში და ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოთვლის ძირითად პირობებზე 20 წლიანი მთავრობათა შორისი სტრატეგიული შეთანხმების გაფორმა. მოკლედ მრავალი ასპექტისგან შედგებოდა აღნიშნული ყოვლისმომცველი შეთანხმება და ამ კუთხით და ზოგადად ვიზიტთან მიმართებაში მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასება. ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მათთან ქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების საშუალება, შეხვედრების გამართვის საშუალება და რა თქმა უნდა ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა ბაქოში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, აზერბაიჯანში ყოფნა და ბუნებრივია ამ პლატფორმას ვიყენებთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებაზე და ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასთან და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გადაგრძელდა 20 წლით, ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ასევე ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისის სუფსის მილსადენს. ეს მილსადენი რეალურად გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ჩვენ უზრუნველყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება რა თქმა უნდა საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება კიდევ ერთხელ ვიტყვი აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ყოველწლიურად 10 მილიონი შემოსავალს მიიღებს. ამ 3 წლის განმავლობაში შეგახსენებთ, რომ შემოსავალი უტოლდებოდა 0-ს, გაჩერებული იყო მილსადენი.
და ამ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ამ მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება და ასევე შევთანხმდით ბაქო-თბილისის ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის ეს მონაკვეთი საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ოპერირებას შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმოო აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად და რა თქმა უნდა ეს პროექტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით. ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად ვაკავშირებთ კასპიის ზღვას, შავ ზღვასთან, შესაბამისად ევროპას, აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანაშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამ კუთხით ეს შეთანხმებები არის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის, საეტაპო მნიშვნელობის და ასევე მადლობას ვუხდით აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში და ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების კუთხით, მათ შორის ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში. მართლაც რამოდენიმე ასპექტი გამოიკვეთა და რასთავარია ყოვლის მომცველ შეთანხმებას და პაკეტს შეიძლება ასე ითქვას, ხელი მოაწერა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ანუ ყველაფერი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ძალაშია, ჩვენ შეგვიძლია ახლა მინისტრის კომენტარი მოვისმინოთ. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმების პაკეტს, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და კიდევ ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. შეთანხმება თავისი შინაარსით გულისხმობს დაახლოებით 6 ძირითად მიმართულებას, რომ გამოუყო პირველი ეს არის ენერგეტიკის სექტორი და მეორე გახლავთ ტრანსპორტის მიმართულება. პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებდი ენერგეტიკის სექტორზე. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია წლების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში, თუმცა განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენ დღეს გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე. ეს გახლავთ გაზის სექტორში 20 წლიანი ხელშეკრულება და თანამშრომლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებული ხელშეკრულება, რომელიც ემსახურებოდა სოციალური გაზის მიწოდებას ჩვენ ქვეყანაში, იცით რომ აღნიშნული წლის ბოლოს გაზის ხელშეკრულებას ვადა და მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების გაფორმების შედეგად ჩვენ გავაგრძელეთ აღნიშნული ხელშეკრულება, რეალურად გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რაც უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამავდროულად ამ შეთანხმების ნაწილია ელექტროენერგეტიკაში თანამშრომლობა, ეს გულისხმობს იმპორტს, ტრანზიტს, ისევე როგორც სხვა არაერთ მიმართულებას შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ერთის მხრივ ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა მეორეს მხრივ აღნიშნული შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს როგორც ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას გაზის ისევე როგორც ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით. ამავდროულად აღნიშნული პაკეტის ფარგლებში ჩვენ შეთანხმება მოვახდინეთ და გავაფორმეთ ორი ისტორიული პროექტის ფარგლებში. პირველი ეს გახლავთ უშუალოდ ბაქო-თბილისი ყარსის პროექტი, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იყო შეფერხებული მისი სრულად ექსპლუატაციაში შესვლა. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანიდან, მათთან ჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველყავით უმოკლეს ვადებში დაგვეთავრებინა არსებული სამუშაოები და დღეს მე მოხარული ვარ, რომ ერთობლივად ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ბაქო-თბილისი ყარსი ისტორიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, რა თქმა უნდა საქართველოს და ზოგადად შუადერეფნის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ჩინეთისთვის, ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადაგვყავს ლოჯისტიკური, ისევე როგორც სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ 6 წლის შემდეგ პირველად დღეს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ასევე ისტორიული გადაწყვეტილება, შემიძლია ვთქვა, რომ 26 მაისიდან ორ ქვეყანას შორის აღდგება სამგზავრო მატარებლის ოპერირება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით. იცით რომ აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პარტნიორია ტურიზმის მიმართულებით და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ხელშეუწყობს აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღეს იცით რომ სახმელეთო საზღვრები არ ოპერირებს და მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით ჰქონდა შესაძლებლობა დავკავშირებოდით დედაქალაქებს ორი ქვეყნის. ასე რომ ისტორიულია ეს გადაწყვეტილებაც. ამავდროულად მე მინდა შევეხო ასევე ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელსაც წინ უძღოდა მრავალთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკების საფუძველზე, რომ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან, SOCAR-თან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენთან ერთად აღადგინოს ბაქო სუფსის მილსადენის ოპერირება. აღნიშნულ მილსადენს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად რეგიონისთვის, ისევე როგორც ევროპისთვის და სხვა ქვეყნებისთვის და აღნიშნული მილსადენი, როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში არ იყო ოპერირებაში და აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე უკვე ერთობლივი ძალისხმევით მოხდება აღნიშნული მილსადენის ოპერირებაში შეყვანა და საქართველოს კვლავაც ამ პროექტის მეშვეობითაც განაგრძობს იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ევროპისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მიიღებენ აღნიშნული მილსადენიდან და საქართველოს გავლით ნავთობს. მოგეთ კიდევ ერთხელ როგორც ეკონომიკის განვითარების განვითარების მინისტრიც აღნიშნავდა, მრავალმხრივი შეთანხმება, მრავალმხრივი ასპექტები, რაც თავარია პირდაპირ გავლენა ქვეყნისათვის შემოსავლის დაზე გარდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმისაც ცხადია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბაქო-თბილისის სუფს ამოქმედება კვლავ და როგორც აღინიშნა 3 წლის განმავლობაში იყო შეჩერებული, საიდან შემოსავალი იყო 0-ის ტოლი და რა თქმა უნდა ათეულობით მილიონი შემოსავალი მხოლოდ გარდა იმისა თუ რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულად აქ არის კონკრეტულ ციფრებში გადმოთარგმნა და რა თქმა უნდა ასევე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაგვეთანხმებიან აქ ჩვენი სტუმრები ხშირად არიან ხოლმე ჩვენ სტუდიაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები რა მნიშვნელობა აქვს სარკინიგზო მიმოსვლის 6 წლის შემდგომ პირველად სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და რამ ხელა გავლენას მოახდენს დამატებით ის ტურიზმის ნაწილზე რა თქმა უნდა ბევრი ასპექტია ამ კუთხით რომლის შედეგებსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში ვნახავთ და ახლა გვინდა უმნიშვნელოვანესი მიმართულებით გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი რომელიც შეეხება თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებს, ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის განათლების როლს, რომელიც ასევე ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი თემაა და ჩვენთვის ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სტუმარი. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფლომასტერის დამფუძნებელი ბიზნეს ინსაიდერის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში. მოგზაურობისათვის პირიქით, მადლობა. თქვენ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთან საუბარი, ვინაიდან ეთერს მიღმაც სიამოვნებით საუბრობ ხოლმე თქვენთან ამ საკითხებს და ვისმენ თქვენს მოსაზრებებს. მოგეთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ და ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა ტიპის შეფასებები, ცვალებად გარემოს დავარქვათ, ტურბულენტურ გარემოს თუ ასე შემდეგ, ცხადია, ბევრ შემთხვევაში საუბრობთ მენეჯმენტის მოძველებულ წესებზე, ასე შემდეგ, რაც ასევე მთელი პრობლემებს ქმნის. სად ვართ დღეს რა არის თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევები, რომელსაც თან ახლავს ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობაა ფაქტიურად. ძალიან მოკლედ ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთ ადგილებში ვართ, როგორშიც არასოდეს ყოფილვართ. ანუ ესეთი ტემპით ცვლილებების არასოდეს ყოფილა. ჩემ ტრეინინგის მონაწილეებს ვეუბნები ხოლმე, რომ წიგნს რო ავიღებ დახლზე, აი ხაც ამერიკულ აკადემიაში ასწავლი და მქონდა საშუალება საუკეთესო მეებში წიგნის მაღაზიებში და წიგნს რო აიღებ გადაშლი და მე გეფიქრება, რომ უიმე კოვიდამდეა დაწერილი. და აზრი არა აქვს იმას, რა ყველაფერი შეიცვალა. დახარჯოთ რა დრო წაკითხავს. ან ხელოვნურ ინტელექტამდეა დაწერილი, ან ჯენზის გამოჩენამდეა დაწერილი. ანუ ისეთი ტემპი არის ცვლილებების, რომ ფაქტიურად დაყრდნობა იმ ძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია და ყველა მენეჯერს უწევს ინტერაქტიულ რეჟიმში სინათლის სიჩქარით, ასე ვთქვათ, ყველაფრის თავიდან გამოგონება. საქართველოს გამოწვევები ამას ზემოდან ემატება, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა, სწრაფი, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად და კარგად აშუქებთ, პირდაპირ მუშახელზე კვალიფიცირებულ მუშახელზე მოთხოვნას ზრდის და ეს კვალიფიცირებული მუშახელი აი იმდენია, რამდენიც არის, ასე ვთქვათ და მოკლედ ძალიან სერიოზული გამოწვევებია დაქირავების, შენარჩუნების, მოტივაციის ყველა მიმართულებით. კი ბატონო, აი მართლაც ხა ძალიან საინტერესო თემა შევეხეთ კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ჩვენ ასევე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მათ შორის საქართველოში არსებულ პარადოქსებს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ პირობითად 10-12 წლის წინასთან შედარებით განახევრებული ამუშავების მაჩვენებელი მაინც მაგალითად 13%-ს აღემატება. მეორეს მხრივ, მაგალითად ბიზნეს ასოციაციის კვლევას ხშირად ვიშველებთ, სადაც კომპანიები აღნიშნავენ სამუშაო ძალის დეფიციტზე და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტზე. აი ამ კუთხით სად არის მთავარი პრობლემა? აი როგორ შეიძლება რომ მაქსიმალურად თუნდაც ეს ასე ვთქვათ, შევამციროთ ეს განსხვავება, რაც აქ გვაქვს.
ერთი რაიმე წამალი არსებობს თუ არის რაღაც კომპლექსური ნაწილი? იცით რა, ძალიან კომპლექსურია ცხადია, ესეთ რთულ პრობლემას მარტივი პასუხი ვერ ექნება. ერთ აქცენტს გავაკეთებ. მე 90-იან წლებში, როდესაც ჩობადობა შემცირდა, ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 91 წელს ნახტომისებურად შემცირდა ჩობადობა და 2016 წლამდე ვერ მიაღწია იმ ნიშნულს, რაც 91-ში ქონდა. და მთელი ეგ პერიოდი ემთხვევა ჯენზის დაბადების პერიოდს და სხვადასხვა მაჩვენებლით, მათ შორის საქსტატის მაჩვენებლით 1 მილიონი ჯენზი გვაკლია, ასე ვთქვათ რა და შესაბამისად მაგ ტერიტორიას ხო საიდან მოიყვან, ანუ ემიგრაცია უნდა მოხდეს სამუშაო, რასაც ვხედავთ, სხვადასხვა შეხედულებებია რა თქმა უნდა ამ თემაზე. ანუ ვინც არ დაიბადა ის ვერ მოვა სამუშაოდ ვერ ჩემთან ვერც ბანკში და ის როგორი გამოწვევებია რომ აი უშველებელი რეკრუტმენტ ივენტს აკეთებს ძალიან კარგი კომპანია არაჩვეულებრივი და რა ვიცი მოდის რავი 10 კაცი 100 კაცის მაგივრად რა ანუ თვითონ ბაზრის სტრუქტურა არის არამედ არ აინტერესებთ არამედ რომ არ არის არ არიან ისიც და ეხა ვინც არ არის იმას ემატება მე იმას აკლდება ვინც ემიგრაციაში წავიდა დაუშვათ ვინც ონლაინ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციაში გლობალური ამასწიან მე კომაროვის ისა ვარ წევრი ალუმნი ასოციაციის და მოკლედ დაუკავშირდი ერთ-ერთ ახალ დამთავრებულ კომაროველს რამდენიმე თვის წინ ხდებოდა ეს ამბავი და SAT-ში მომზადება უნდოდა ჩემ მეგობარს თავის შვილების რომელიც ამერიკაში ცხოვრობს რა და ამ გოგონამ მითხრა რომ ჩვენ გვაქვს 27 კომაროველი ვართ 6 ენაზე ვამზადებთ აწყობილი გვაქვს ქსელი ამერიკაშიც ყავს დამკვეთები გერმანიაშიც გერმანულად ვასწავლობთ იტალიურად და რაღაც პირდაღებული უსმენდი რომ მოკლედ ეს ადამიანები არიან კორპორაცია ასე ვთქვათ მაგრამ ქართულ ბაზარზე მიმართული კი არ არის მათი შრომა, არამედ საერთაშორისო ბაზარზე და რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობა იქნება, რაც უფრო წინ წავა ჩვენი ბაზარი, მით უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ამ შენ ახალგაზრდა ქართველ ტალანტზე, ასე ვთქვათ, რომელიც ქართულ ბაზარსაც ჭირდება. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია. ძალიან საინტერესო რომ აღნიშნეთ, ეხლა ეს ჩემთვის ძალიან დამოფიქრებელია ეს ნაწილი, იმიტომ რომ აქამდე ამ მიმართულებით არის დამოფიქრებელი ამ სექტორში ვინაიდან აქამდე გვესმოდა რომ IT სექტორში მაგალითად საქართველოში ჩამოდიოდნენ ადამიანები და აქედან ემსახურებოდნენ შეერთებულ შტატებში. თურმე ყოფილა ამ საგანმანათლებლო სექტორის სხვა ნაწილი. თალსახად ძალიან ბევრი მიმართულებაა და ძალიან დიდი დინამიკაა და ეს სტრუქტურული უმუშევრობა რაც ეძახია რომ სხვანაირ სამსახურს ეძებს ადამიანი და სხვანაირ თანამშრომელს ეძებს ორგანიზაცია. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ საკმაოდ საინტერესო საკითხი ასევე რაც ძალიან აქტუალურია AI. რეალურად რომ შევხედოთ და აი თქვენი დაკვირვებით ყველაზე უფრო მეტად რა შეცვალა AI ლიდერების და ზოგადად მენეჯმენტის ქცევაში ერთხოვაში იყო დამხმარე ხელის შემცვლელი იცი რა საწყის ეტაპზე ვართ მე ძალიან მიყვარს იუვალ ნოა ჰარარი არის ერთ-ერთი სპიკერი კარგად იცი შენ და მოკლედ ეკითხებიან რომ აი AI-ზე რა მოლოდინები გაქვთ ბევრს საუბრობს ამ თემაზე და ის ამბობს რომ რაზე მეკითხებითო ესე იგი და დაუზუსტეს რომ აი ChatGPT რაღაცა Gemini ისე უბნება რომ თქვენო გააზრებული გაქვთ რომ ეს არისო იგივეო AI-ის სამყაროშიო რაც ამება იყო ორგანულ სამყაროშიო. ანუ ფაქტიურად ჩვენ დღეს ვუყურებთ პირველ ერთუჯრედიან ორგანიზმებს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში და წარმოიდგინე რა მოხდება ახლა რამდენიმე წელი უკვე გავიდა ამ პერიოდში და ევოლუცია მიდის საოცარი სწრაფიტებით. მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში დაბნეულობა შემოიტანა, იმიტომ რომ ზოგმა თქვა რომ და მორჩა თანამშრომლები აღარ დაგჭირდება და ზოგმა თქვა რომ შეგცვლიან და ზოგიერთს ეხლა ერთი კვირის წინ იყო HR business summit და იქ გამოსვლისას თქვი რომ AI კი არ შეგცვლით ძვირფასო HR-ებო, არამედ თქვენი კოლეგა შეგცვლით, რომელიც AI-ს კარგად ჩართავს თავის საქმეში. ანუ აი ეს შემოიტანა, რომ წარმოიდგინე, რა ვიცი, კომპანია, რომელიც სოციალურ ქსელებს არ სარგებლობს. ხო, ძალიან ჩამორჩენილ მდგომარეობაში. აი მაგ კატეგორიაში გადის ძალიან სწრაფად. რა თქმა უნდა, ეხა ის რომ დავიღუპები და გვეომება და რაღაცა ფანტასტიკა ბევრი გვაქვს ნანახი და რაღაც რისკები რა თქმა უნდა არსებობს და ადამიანი და პასუხისმგებლობა უნდა დარჩეს ცენტრში მოვლენების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ პროგრესი აქსელერაცია ხდება ისეთ დონეზე, როგორც ჩვენ არ გვინახავს არასოდეს და მენეჯერებისთვის ეს სერიოზული გამოწვევაა. კი ბატონო, მართლაც აი სერიოზული გამოწვევაა მენეჯერებისთვის, რამდენად მზად იქნებიან, თუნდაც აი ამ განვითარების კვალ და კვალ მიყვნენ ამ პროცესს, იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე ეს საკითხი და ძალიან კარგი რამ ახსენეთ, რომ HR-სამიზე თქვენ ეს ძალიან ზუსტად განმარტეთ, რომ აი დისკუსია რომ AI ჩაანაცვლებს თუ არა ადამიანურ რესურსს, პირდაპირ
მაგრამ ეს გასაგებია ეს მოხმარების რაც მინდა გკითხოთ ეხა თქვენი დაკვირვებით და თქვენ მუდმივად თვალს ადევნებთ გლობალურ პროცესებს ჩართული ხართ ამ ნაწილში და ამავდროულად ყოველდღიური შეხება გაქვთ ქართულ კომპანიებთან, წამყვან ქართულ კომპანიებთან და ყველასთან აბსოლუტურად. აი ამ კუთხით ქართული კომპანიები რამდენად მზად არიან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის კუთხით? სად ვართ ამ პროგრესში? აი შეგვიძლია თუ რა შედარება გავაკეთოთ დაახლოებით? მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მენიშნა თავის დროზე Google-ში დამფუძნებლები რომ შემოbrunდნენ. ისინი ცოტა გაწეული იყვნენ, ახლა ასაკმაც მოუწია ამ ხალხს და რაღაცა მიხედეს თავის ცხოვრებას და მოუწია დაბრუნება და ჩადგომა სათავეში ხელოვნური ინტელექტის თემებში. ქართულ კომპანიებშიც წარმოიდგინეთ, რომ დამფუძნებლები, ანუ ყველაზე მოწინავე მოაზროვნეები, ის ადამიანები, ვინც შექმნეს ეს კომპანიები თავის დროზე და გამოატარეს ეს ჩვენი მღელვარე, ასე ვთქვათ, ოკეანე ქართული ბიზნესის, დღეს ისევ ისინი არიან სათავეში და მე მაკვირვებს ხშირ შემთხვევაში, ახლა რა ვიცი, რამდენიმე ადამიანი ვის კომპანიასთანაც მე ვმუშაობ, როგორ სწრაფად მიხვდა, ასე ვთქვათ, მნიშვნელობას ამ იმის. მაგრამ ერთგვაროვანი არ არის კომპანიაში, ვიცი? ანუ პირველი პირი შეიძლება რაღაცას მიხვდეს დღეს და ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება, რომ ეს მისი ენერგია მივიდეს მენეჯმენტთან, თელგუნდთან და შევიდეს ორგანიზაციაში. და იცი როგორი სიტუაცია გამოდის, რომ სულ ზემოთ რო ტიპია, ხშირ შემთხვევაში იცის, ხდება, გრძნობს და სულ ქვემოთ არიან ჯენზი თანამშრომლები, გუშინ მოსულები და იმათ ზუსტად იციან ეს რაც არის. და აი შუაში მენეჯმენტის შრეები, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულ გადამზადებას ითხოვენ და აი შეჯანჯღარებას, როგორ გითხრა ამ კუთხით. ბატონო, ესეც საინტერესო დაკვირვებაა, რომ ზედა და ქვედა დონე რაღაცა დოზით ერთნაირად არის. იმიტომ რომ ის ენტერპრენიორია და შუაში მოხელეა ის უკვე რა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორშია მოხელეა და ეს ენტერპრენიორული სული შეიძლება ნაკლები. ჯეზისთან მე ახლოს არის, ბევრად ახლოს არის. ძალიანო, მაგაშია ბაბუადაშვილის ამბავი გამოდის თაობრივად. შუაში კარგი. სხვათა შორის X თაობა ყველა კულევით უფრო ახლოს არის Z თაობასთან, ვიდრე შუაში Y მილენიალების თაობა. ანუ ისე კი არ წფივად კი არ წავიდა ეს განვითარება რაღაცნაირად ცოტა განსხვავებული ტრაექტორიით. ახლა მნიშვნელობა ხო, აი ასეთ დეტალებზე იყოს ხოლმე ყურადღება გამოხვილებული და ასეთ დეტალებს უკვირდებოდი, მათ შორის ქართული კომპანიები. მე შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიებთან, სადაც ჩვენ მუშაობთ, ისინი არელიან ესეთ მოკლე დროში ამ ხელაცვლილებას, მაგრამ სწორი ადამიანი, ახლა ჩვენ სულ ამაზე ვლაპარაკობთ, ტრენერებსაც რო ველაპარაკებით და კონსულტანტებს ჩვენს რო დარწმუნებული იყავით, რომ ეს ხალხი ვინც ოთახში ზის, მაგარი ხალხია, იმათ შექმნეს ეს კომპანია და აქამდე მოიყვანეს და ამიტომ ცოტაც სწორად თუ გაიგეს რაღაცა, ისინი ამისგან შექმნიან ოქროს, ოქროდ გარდაქმნიან და ეს არის ზუსტად ჩვენი გამოცდილება, რომ კომპანიები საოცარ პროგრესებს აღწევენ ძალიან მოკლე დროში. იმ ჯენზის დაარქმევენ, ხელოვნური ინტელექტს სწორად ჩასვამენ, ასე ვთქვათ, ამ დიდ სურათში. თავარია რომ იმ გადაწყვეტამდე მივიდნენ რომ მათ შორის თქვენ მოგისმინონ ამ ნაწილში, იმიტომ რომ რა არის ახლა საჭირო, რომ ცვლილებებისთვის საჭიროა მზაობა და ცვლილებები ნორმალურად მოიღო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გვინახავს ასევე კომპანიები, რომლებიც გარკვეულად არ აღიარებენ ხოლმე მიმდინარე პერიოდის ცვლილებებს. კვლავ ასე ვთქვათ, ადამიანებს რო დაუბრუნდეთ და დასაქმების ბაზარს. აი ხშირად არის ხოლმე საუბარი მათ შორის ეს უცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ განათლების რეფორმის საკითხი, რაც გვეც არ არის უცხო ის ტენდენციები, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით არსებობს, იგივე ის კარღოვა, ჭარბი მიწოდება, ასე ძალიან ბევრი საკითხი. მაგრამ მეორე მხრივ აი დღეს და დღევანდელ ვითარებას რომ შევხედოთ, შეიძლება ეს უნიკალური ნაწილი არა, მაგრამ აი რა არის ეს ძირითადი უნარები, მაინც რომ შევხედოთ, რაც ვთქვათ, ადამიანს სჭირდება რომ უფრო კონკურენტული იყოს ბაზარზე, უფრო მოთხოვნადი იყოს, სპეციალობასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და აი უნარები რო არის ცენტრში, შენი შეკითხვის მაგაში არის გასაღები, ნეტა ეგ გაგვაგებინა, ასე გაგვაგებინებინა ყველასთვის, რომ დღეს ამბობენ რომ დაიქირავეთ ხასიათით ადამიანი, მებრძოლი დაიქირავეთ, ცნობის მოყვარე ადამიანი დაიქირავეთ და ყველაფერს ისწავლეს. აგერ AI, აგერ ონლაინ კურსები, რა გინდა, ესე იგი სულო და გულო, ხო? ამიტომ და ხშირ შემთხვევაში ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მაინც ძველ იმაზეა, რელსებზე, ასე ვთქვათ, რომელიც აი საგანი უნდა ისწავლო, მეხუთე თავი, ისწავლო ხუთშაბათისთვის ჩაგვაბაროს, აი ნახევრად საზეპირულ ამის ეკონომიკაში და იმე. თავარი არის ადგილის გამორკვევა,
ხო, მეგრენობლში ვასწავლიდი, ესე იგი წლების განმავლობაში და ერთ-ერთ წელს მივწერე, ესე იგი დეკანატს ბიზნეს სკოლის, რომ ვაპირებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და იქიდან მოვიდა დიდი აზრა, რომ არაფრით არ შეიძლება და აკრძალულია და მეუთხარი აზრი არა აქვს, მაინც გამოიყენებენ, ესე იგი და ეს მაგისტრებზე იყო ლაპარაკი საერთაშორისო ეგზეკუტივები. შემდეგ წელს უკვე მოვიდა ინსტრუქცია ყველა ლექტორთან, რომ მაქსიმალურად გამოიყენეთ. ანუ ეს არის ძალიან ვიწრო ტერიტორია, როდესაც უნდა მიხვდე რა არის გასაკეთებელი და ხასიათი და სიმტკიცე არის მთავარი. მებრძოლი ადამიანი გვჭირდება, გეგმა ვისაც აქვს და მიმართულება აქვს და თავის ცხოვრებაშიც, ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება სტუდენტი იყოს, მაგრამ თავი აქვს მოყრილი, ასე ვთქვათ, ხო? და უნარების სწავლება ისეთი ადვილი გახდა, როგორც არასდროს არ ყოფილა. ისე მაგრა აუხსნი ეკონომიკურ რეალობას თუ იმას პროგრამირების ინსტრუმენტებს, როგორც ვერასოდეს აუხსნიდი, მაგრამ ხასიათი და სიმტკიცე პირიქით მეტი გჭირდება, რაც უფრო მეტი ალტერნატივაა, შენ გჭირდება, რომ შენი გზა იპოვო, ხო? რომ არ გაცდე, ასე ვთქვათ, აი ამ ალტერნატივების დევნაში. მართლაც კარგი ნაწილია ხასიათით შერჩევა ადამიანებს. ეხლა ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, ну აღარც მცირე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ხასიათის ნაწილს ძალიან მნიშვნელობა აქვს. მებრძოლი. ჩვენ შერჩევის პროცესი გქონდა ერთ-ერთ იმაზე და ის ძალიან გაამართლა იმ ადამიანებმა, ვინც მას შევარჩიეთ. ერთ-ერთი კრიტერიუმი გქონდა, რომ უბრალოდ კაფეში უნდა შეხვედრონ კანდიდატს და ერთ-ერთი შეკითხვა იყო, რომ გინდა ეს ადამიანი შენ გვერდით რო იჯდეს ყოველდღე. აი მარტო ეს იყო იმ ტურის ისა და ახლა ვიღაცაზე თქვეს რომ არ მინდა იცი აი არ ვისურვებდი ამან და ვიღაცაზე თქვეს რომ ძალიან მინდა და იმ ხალხმა გაამართლა და გაასწრო ყოველგვარ სერტიფიკატებს და დიპლომებს რა. უნივერსიტეტიც და სკოლაც ეგეთი უნდა გახდეთ, მაგითო არის საპროექტო სწავლება, ფინურ სასწავლოშიც ეგ მონაწილეობს და ყველანაირ თანამედროვე ტენდენციაში. ხოჭურს კომაროვლებიც ალბათ რაღაცა კუთხით, მაგრამ ძალიან საინტერესოდ აღწევენ წარმატებას. ნამდვილად ეს არის. 60 წლის თავი გქონდა და ძალიან კარგი ის გქონდა, რა ქვია, სტუმრიანობა და მადლობელი ვართ ყველასი და რა ვიცი, რეები გამოაცხა ფეხბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა კომაროვმა და რაღაცეებში, რაც ეკონომიკის ჩემპიონატში, რომელიც საგნად საერთოდ არის სწავლება და მაგას ვამბობთ, რომ ადამიანში მებრძოლი ხასიათი და ცნობის მოყვარეობა და შრომის მოყვარეობა თუ ჩამოყალიბდა, მერე დანარჩენი ტექნიკის საკითხი ამით დაინტერესდება ამ საგნით თუ იმ საგნით. კი ბატონო. მაინც რომ მიუბრუნდეთ ახლა პროფესიების. კი ბატონო. დღეს აი თქვენი დაკვირვებით, რომელი პროფესიებია საქართველოში, ისე როგორც გლობალურად, იმიტომ გლობალიზაციის ნაწილი ვართ, გლობალური ბაზრის ნაწილი ვართ, ზუსტად რო. უფრო მეტად მოთხოვნადი და ასევე აი თქვენი მოლოდინები დაკვირვება მოთხოვნად პროფესიებთან დაკავშირებით. მანდაც უნდა ვთქვათ, რომ პროფესიას 2025-ში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელსაც ერქვა Skills for the 21st Century, 21 საუკუნის უნარები, მსოფლიო ბანკი, Microsoft-ი, ბევრი კონტრიბუტორი ყავდა და იქ იყო მოკლედ პირველი ფაქტი საინტერესო, რომ საშუალოდ 6 ჯერ შეიცვლის პროფესიას თანამედროვე ადამიანი. და ამას რო ვამბობ, საშუალოდ 6 ჯერ და ეს ნიშნავს, რომ ყველაზე აქტიურები ალბათ 12 ჯერ და ისა. ამას რო ვამბობ, აღელდება ხოლმე აუდიტორია და ამბობს, რომ მოიცა კაცო ფეხბურთელი გახდება, ხელოვანი და მასწავლებელი გახდება ექიმი. ეგრე რადიკალურადაც მოხდება ხანდახან, მაგრამ რა ვიცი, აი შენი ამბავია, ჩემი ამბავია, რომ სხვადასხვა მიმართულებით კი მონათესავეში გადადიხარ, ასე ვთქვათ, სამეზობლოდ, სადაც ის არის. ტელევიზია, YouTube ცვლილება, პროფესიის ცვლილება, ჩვეულებრივი, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ პროფესია აღარ არის ფიქსირებული რაღაცა, უფრო დავიდა მიკროუნარების თემაზე, რომ აი მაგალითად ცნობის მოყარე ხარ თუ არა, ტექნოლოგიებთან როგორ ხარ ისა გაშინაურებული, ემოციური გონიერება გაქვს თუ არა, შეგიძლია თუ არა შენი სხეული, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის მაღალ დონეზე შეინარჩუნა. ეს ყველაფერი არის ზუსტად ის უნარები და ეს ადამიანი ნებისმიერ პროფესიას აითვისებს, ასე ვთქვათ, შევა ამ პროფესიაში და გახდება ძალიან მაგარი. რა თქმა უნდა, ძველ თაობებში მაინც არის შეგრძნება რომ პროფესია არის არმაზის კერპივით, რომ უნდა აერჩიო 16 წლისამ და მერე დაეცე იმის მსხვერპლად, ასე ვთქვათ, მაგრამ წავიდა ეს დრო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს დრო წავიდა და მოვიდა ისეთი დრო, როდესაც მოსახვევები ძალიან ხშირია ამ პროფესიულ იმაში. ახლა რაც შეეხება ტრადიციულ პროფესიას, ეგ გახდა პრობლემა, ეგ გახდა საკითხი და რაც შეეხება ტრადიციულ პროფესიებს, მაგაზე ამბობენ, რომ ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიები, სადაც ადამიანებს თვალებში ჩახედვა, არის მნიშვნელოვანი, როგორც არის ექთანი მაგალითად, ექიმი, მასწავლებელი და ასე შემდეგ, ყველაზე დაცულია ეს პროფესიები, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი კიდევ დიდხანს ვერ მიხვდება
შენ კარხასიათზე ხარ თუ ცუდხასიათზე თვალების ჩახედვით. და უფრო ანალიტიკური პროფესია, ფინანსური ანალიტიკოსი, რა ვიცი მე, underwriter და ამ შემდეგ უფრო მარტივად ჩანაცვლდება და თარჯიმანი. კი ბატონო, თუმცა აი თარჯიმანზეც მინდა ვთქვა, ეხა ვიზიტს რო აშუქებდით, აი ვიზიტის თარჯიმანი არასდროს არ იქნება AI. ანუ ხო ხდები, იმიტომ რომ კონტექსტს და ემპათიას იმხელა მნიშვნელობა აქვს და დიდი სურათს გააზრებას თარჯიმანი შეუძლებს ააქციოს ქვეყანა და ააშენოს, ხო? ამიტომ ემპათიას დაფუძნებული პროფესიები უფრო დაცულია, მათ შორის ჟურნალისტი ცალსახად არის ემპათიას დაფუძნებული პროფესია, იმიტომ რომ როგორ გახსნის სტუმარს, როგორ დახვდები, როგორ შეძლებ ასე ვთქვათ, რომ ამბავი გადმოეცეს, არის ძალიან მაღალი და მენეჯერიც ესეთია, მენეჯერის პროფესიაც ემპათიაზე დაფუძნებული პროფესია. ეს ზუსტად ახლა მენეჯერთან დაკავშირებით მინდა დაგიცოთ შემდეგი კითხვა, რომელიც ალბათ ჩვენი მაყურებლების ძალიან დიდი ნაწილის კითხვას დავსვამ, კითხვას ან ფიქრსაც, ან მათ აქვს თავისი აზრი ამ საკითხს, მაგრამ თქვენი აზრი აქვს მნიშვნელოვანი. აი თქვენი გამოცდილებით ყველაზე უფრო ხშირად რა შეცდომას უშვებენ ქართველი მენეჯერები, თქვენ უამრავთან გაქვთ შეხება საკუთარი გუნდის მართვისას? ყველაზე დიდ შეცდომას ქვია მე რო შენ ხელა ვიყავი. და ესეთი ფრაზა შემხვდა, მშობლობას ეხებოდა ის წიგნი, მაგრამ მენეჯერობაზე გადმოვიტან იგივეს, რომ მაგ სიტყვებს რაც მოყვებაო, მე რო შენ ხელა ვიყავი, მაგის მერე სულ ტყუილიაო რა. იმ წიგნში ეწერა. ანუ შენ როგორც გახსოვს, რასაც შვებოდი და ფიქრობდი 21 წლის, ის სულ არის მილიონჯერ შეცვლილი და გადაკეთებული ამ შენ ცნობიერებაში, ხო? და შეგნებულად შეიძლება კი არ შეგნებულად კი არ ცვლი და იტყუები, არამედ ეგრე გახსოვს რა, კარგი ვერსია გახსოვს, ხო? მენეჯერები დღესდღეობით მილენიალები არიან, მენეჯერების უმეტესობა, ან დაბადებულები 91 წლიდან 96 წლამდე ამ თაობას ვეძახით მილენიალებს ამერიკული კატეგორიზაციით და მილენიალია მენეჯერი ტრადიციულად და მომსვლელი თანამშრომელი არის ჯენზი, უკვე ჯენზიები 29-30 წლის გახდნენ ამასობაში. და ეს ცდილობს ისე დახვდეს, როგორც თვითონ მოუნდებოდა, რომ დახვედროდნენ, ისე დაავალოს, როგორც თვითონ გაეხარდებოდა, რომ დაევალე, ისეთ სამუშაო ადგილი დაახვედროს, რომ ხო და ეგრე არ მუშაობს, ასე ვთქვათ რა. მეც მახსოვს ესე იგი, რომ მივედი მე X თაობის წარმომადგენელი ვარ, ჩემ იქ მუშაობდა ხალხი, ეროვნული ბანკი იყო, ჩემი ერთ-ერთი ხანგრძლივი პირველი სამსახური და იქ მუშაობდა ხალხი, რომელიც ჩემი წინა თაობის, ანუ ბეიბი ბუმერების წარმომადგენლები იყვნენ და ისინი, რასაც მასწავლიდნენ, ფაქტიურად მაგარი აცდენილი იყო ჩემ რეალობას, თუნდაც ტექნოლოგიების ნაწილში, თუნდაც ოპერატიულად ცვლილებების შეტანის ნაწილში და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ არ ჩათვალოთ, რომ ვინც მოდის თქვენთან სამუშაოდ, ის არის თქვენნაირი. კი ბატონო, ორი თვალი აქვს, ორი ყური აქვს, ადამიანია, ფასეულობებია, უყვარს ოჯახი და ის, მაგრამ მან თავრდება მსგავსება და იწყება განსხვავებები. მართლა ძალიან საინტერესო აქცენტია, ძალიან საინტერესო შედარება გაქვთ. ამ კუთხით, აი, აუცილებლად მინდა გითხოთ, ახლა როცა ჩვენ საუბრობთ, რომ ასეთ ცვლილებები, ასეთ დინამიკა მუდმივად საჭიროა, განვითარება და ამას თქვენი კურსების საჭიროება, მართლაც მეტყველებს მუდმივად. მიუხედავად ამისა, როგორ უყურებ და როგორ აფასებ დღეს საქართველოს ბიზნესები, ხო თუმცა რომ კადრების დეფიციტზე წიწონი გვაქვს და ასე შემდეგ. საკმარის ინვესტიციას დებენ თუ არა, იმ კუთხით რომ გადაამზადონ საკუთარი თანამშრომლები, ვთქვა, თუნდაც მოძიების პროცესში უფრო მეტი და ხარჯონ მეტი გააკეთონ და აი აქ სად ვართ, რა გამოწვევები გვაქვს? მე ვიტყოდი, რომ მოკლედ კოვიდის პერიოდში და ჩვენც მაგრა დაგვარტყა რა თქმა უნდა მთელ მსოფლიოს კოვიდის პერიოდში ამერიკაში მოხდა მოვლენა, რომელსაც დაარქვეს დიდი მიგრაცია, დიდი განსვლა. რაღაც 33 მილიონმა ადამიანმა დატოვა სამსახურები ამ კოვიდის პერიოდში და გადავიდა სხვა სამსახურებში და მოკლედ ყველა ჟურნალის ყველა ნომერში ეკონომისტი Forbes-ი მოკლედ მაგას წაიკითხა ბიზნეს ინსაიდერი ხო ამაზე წერდა სულ და წავიდნენ ისეთი კომპანიებიდან, რომელშიც ვითომ სტაბილურობა იყო, იმიტომ რომ კოვიდმა დაგვანახა, რომ ეს სტაბილურობა ძალიან მოჩვენებითი რაღაცაა და ხვალ ისეთი რამ მოხდება, წავიდნენ ისეთ კომპანიაში, რომელიც ზრუნავს ადამიანზე, ზრუნავს თანამშრომელზე და თანამშრომელზე ზრუნვაში ამოვიდა როგორც პროფესიული ზრუნვა შენს პროფესიულ განვითარებაზე, ასევე შენ კარგად ყოფნაზე ზრუნვა, well-being გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ქართულ კომპანიებშიც მაგავე პერიოდში ძალიან სერიოზული ძვრები მოხდა და მე ვიტყოდი, რომ დღეს სიტუაცია
თუნდაც აი 5 წლის წინანდელსაც კი რო შევადაროთ, ასე ვთქვათ, ან აი 7 წლის წინანდელს, COVID-მდე პერიოდს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა იყო, ყველა პარამეტრი იყო, თითქოს ეს მაინც ადამიანზე ზრუნვაში იმდენად არ ითარგმნებოდა. მეორე მხრივ, ეგეც უნდა ვთქვათ, რომ იმ ადამიანს ეკითხება კომპანია, რომ შენ რისი სწავლა გინდა და აღარ არის მექანიკური სასწავლო კურსები, რომ ავტომატურად მასწავლეთ მენეჯმენტი და მასწავლეთ Excel და ისა. იმიტომ რომ ონლაინმა წაიღო ეს ტერიტორია დიდწილად, ადამიანებს უნდათ რომ ისეთი უნარები განივითარონ, რომელიც მათ გააძლიერებთ. მაგალითად, სტრესმედეგობა, გამძლეობა, იგივე ყველა ლიდერობის წიგნში ჯანმრთელობაზეა საუბარი. შენ თუ არ იქნებ მაქსიმალურ ენერგიაზე, არავითარი ლიდერი შენგან არ გამოვა, ხო, მაგალითი. და ისა. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ქართული კომპანიები დებენ ინვესტიციებს თავის თანამშრომლებში, ადვილი ეს ამბავი არ არის, იმიტომ რომ ეხლა შეზღუდული არიან ბევრი პარამეტრით, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ტოპ კომპანიები ძალიან სერიოზულად ზრუნავენ ამ საკითხზე. მათ შორის უცხოური პროგრამები, უცხოეთში პროგრამების გატარება, მაგისტრატურის და ყველა დონის განათლების დაფინანსება, ტრეინინგები, ვორქშოპები, სამუშაო შეხვედრები, მოკლედ ძალიან ინტენსიურად ეს ბაზარი მე მგონია, რომ ძალიან ინტენსიურად ვითარდება. იბანო, კარგ გზაზე არის. კარგი ამბავი, კი, მე ნამდვილად ესე ჩვენ გვიკვირს ხშირ შემთხვევაში აი AI-ზე რაც თქვი ხელოვნურ ინტელექტზე ისეთ მაგარ ხედვას ამჟღავნებენ დამფუძნებლები კომპანიის ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ რაღაცა ცოტა წუწულს თანამშრომლების მხრიდან, რომ რაღაცა არ გვაქცევენ იმდენად ყურადღებას და ასე შემდეგ, მე მგონია რომ ეგრე არ არის. ბატონო სანდრო, ერთი საკითხი, რომელიც მინდა ვთქვა ამ კითხვის დასმამდე, იმიტომ რომ ეს კითხვაც რჩევას ეხება, ასე მინდა ჩვენს მაყურებლებს უთხრა, რომ თქვენ მზადდებოდეთ ის ადამიანი, რომელიც Business Insider-ს რჩევებით ეხმარებოდეთ, იყავით რჩეველი, სწორედ იმ საწყის ეტაპზე, როცა Business Insider-ი ის იყო იბადებოდა, იწერდა მის საქმეზე, ძალიან მადლობა ამის, რომ აი აქამდე მოვედით, თქვენ ძალიან დიდი დამსახურებაა თქვენი რჩევების ამ ნაწილში და არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ სხვა საკითხებზეც მომმართავს რჩევისას და მოკლედ დაგვიხარჯია საათი. ახლაც სიამოვნებით ვისაუბრების საათობით დრო რომ გვაძლევდეს ამის საშუალებით, რომ სამწუხაროდ მინდა რომ ბოლო კითხვა დავსვა ასევე რჩევასთან დაკავშირებით და აქ ვართ ცოცხალი მაგალითი კიდევ ერთხელ Business Insider, როგორ დაგვემოხმარა რჩევების ზრდაში ნამდვილად. ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებიც აი ახლა აი ამ ცვალებად გარემოში ცდილობენ რომ წარმატებას მიაღწიო, წარმატებულები გამოჩნდნენ მათი საქმით. რა იქნებოდა ერთი მთავარი რჩევა, თუ შეგვიძლია რომ ესე მოკლედ ვუთხრათ? მთავარი ორ მთავარ რჩევას გამოვარჩევ თუ შეიძლება. ერთი ძალიან მომეწონა ამას წინად იყო ესეთი ფრაზა შემხვდა სტატიაში, რომ საუკეთესო კი არ უნდა იყო, რასაც აკეთებო, ერთადერთი უნდა იყო რა, ანუ კონკურენცია გახდა სხვანაირი, რომ ეს copy-paste მცირედი გაუმჯობესებით არ მუშაობს რა და მე მგონია, რომ Business Insider-ის ამბავი ზუსტად ამასში ძალიან კარგად ჯდება, რომ იმდენად განსხვავებულ რაღაცას აკეთებ, რომ პირველ ეტაპზე ძალიან გიჭირს და ეჭვებით ხარ სავსე, იმიტომ რომ არავის მსგავსი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მერე უკვე იგრძნობა, რომ შენ როდესაც გელაპარაკება დამკვეთი. სხვას არავის არ ელაპარაკება, იმიტომ რომ ვის უნდა ელაპარაკოს, ხო? ერთადერთი იყავით, რა და მე ვიტყოდი, რომ საწყის ეტაპზე დაუშვათ, როდესაც სადღაც მუშაობ, რა თქმა უნდა, copy-paste გამოგივა, იმიტომ რომ სადღაც მიხვალ ორგანიზაციაში და გასწავლია, რომ აქ ჩვენ ასე ვაკეთებთ და ეკრანი აქ არის, კამერა იქ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე გეძლევა კრეატიული თავისუფლება, სულ ერთია რა სფეროში ხარ, უნდა წახვიდე, ესე იგი თამამად ინოვაციის მიმართულებით, იმიტომ რომ ესეთი დრო მოვიდა, რომ შესაძლებლობა არის უსაზღვრო, მაგრამ copy-paste-ში არ ჭრის, ასე ვთქვათ, ეს არის პირველი. და მეორე, leverage-ის ლოგიკა, როგორც ფინანსურად, რომ შენ თუ მიაგენი კარგ მეთოდს კომპანიის გაზრდის, უნდა წახვიდე და ბანკირებს და ყველას თხოვო კაპიტალიც, სესხიც და ასე შემდეგ, იგივე leverage არსებობს ადამიანების დონეზე. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ლიდერია ძალიან კარგი იდეით, რომელიც არ იყენებს ხალხს, მაგარ ხალხს გვერდში არ უდგას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ხელფასს ვერ გადაიხდეს, ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ზად არ არის და ასე შემდეგ. და ეს როგორც ნებისმიერი დაბალი
ბევრი ნებისმიერ ბიზნესს გაგუდავს, ასე ვთქვათ, და შეუშლის ზრდაში, ისა და აი შენ რაც ახსენე მაგალითად მრჩეველთა საბჭოს იდეაზე, რა ვიცი რა უნდა კომაროვმა 2006 წელს გადაწყვიტა, ესე იგი რომ უნდა რომ ყავდეს მრჩეველები თავის კურსდამთავრ 18 წელი გავიდა მას მერე და ფაქტიურად ყოველკვირეულად ვარ ჩართული და კაპიკი არავის არ აუღია ამაში, ასე ვთქვათ, მაშინ ეს საერთოდ არ არსებობდა სამყაროში, ხო? მოკლედ, დაეყრდენით გარშემო ხალხს, ასე ვთქვათ რა, ანუ ეხლა ის იყო ერთ-ერთი კომპანიის ღონისძიება და გამოსვლა მომიწია სანაცნობო ქსელის თემაზე და მოკლედ ესეთი გაკვეთილი ვასწავლებ ჭყალებში, ასე ვთქვათ, რომ ხელი აიწია და თქვი რომ დახმარება მჭირდება და რჩევა მჭირდება და მოვა ხალხი გამოჩნდება, კარგი ხალხი და როგორც მე გესაუბრებოდი შენ ბიზნეს ინსაიდერის თემაზე, ესე ესაუბრები შენ ათობით ადამიანს თავისი ბიზნესის განვითარება, ესე მუშაობს, წინაკაცი უკანასე ხიდიაო ბიზნესშიც არის და მენეჯმენტში და ყველაფერში, ხო? ამიტომ აი მაგორს ვეთყოდი, უფრო თამამი გადაწყვეტილებები პროდუქტებში და უნიკალური მიმართულებით წასვლა და მეორე არის უფრო ჭკვიანი, შენზე ჭკვიანი ხალხი გარშემო თუ არ გყავს, ნათქვამია რომ აღარ განვითარდება, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გითხრას რომ არა ჩემო სანდრო, ასე კი არ არის, აი ესე ხო არ აჯობებდა და ეხლა კარგი თავი, კარგ ხრებზე იმიტომ გაქვს რომ მიხვდები როცა გეუბნე, პირველ ჯერზე თუ არ მიხვდები, მესამე ჯერზე მიხვდები, ხო? აი ეს არის ჩემი თავარი ორი რჩევა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სანდრო, კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მართლაც არ მომწყიდება ამ საუბრის გაგრძელება და ასევე კიდევ ერთხელ პირველად მომიცარცელებლობა რომ ეთერიდან გადაგიხადოთ. მადლობა იმ რჩევებისთვის, რომელიც ბიზნეს ინსაიდერს. მე მგონია რომ ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთებთ და აკეთებთ და ჯერ კიდევ წინ არის ეს ყველაფერი და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ საქმიანობაში ფლომასტერს წარმატებები რა თქმა უნდა. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr, მე კი ასევე ტრადიციულად ხვალამდე გემშვიდობთ.